ბოლო თვეების განმავლობაში მუჰამედ ალ-ჯულანიმ წამოიწყო პოლიტიკური პროცესი, რომლის მიზანი იყო გარდამავალი პოლიტიკური სისტემის შექმნა სირიაში, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სანამ დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება. მარტის დასაწყისში მან შექმნა კომისია გარდამავალი კონსტიტუციის შექმნისთვის და სულ რაღაც 10-11 დღეში ეს კონსტიტუცია უკვე მზად იყო, ესეც ცოტა ისეთი ნახევრად კურიოზული მოვლენა და ამ კონსტიტუციის მიხედვით პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება გადადის მუჰამედ ალ-ჯულანის ხელში, იგივე აჰმად ალ-შარას ხელში. კონკრეტულად რა ვთქვათ, დგინდება ამ გარდამავალი კონსტიტუციით. ამ კონსტიტუციის მიხედვით, არის პრაქტიკულად სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა სირია, რომელსაც სადაც სამთავრობო კაბინეტს პირადად ადგენს პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში მუჰამედ ალ-ჯულანი, პარლამენტთან კონსულტაციის გარეშე და ამ მთავრობას არ ეყოლება პრემიერ-მინისტრი. ანუ პირდაპირ დაქვემდებარებულია ალ-ჯულანიზე სამთავრობო კაბინეტი და თვითონ პარლამენტს სახალხო კრების 1/3-საც ასევე თვითონ ირჩევს პრეზიდენტი, ამ შემთხვევაშიც მუჰამედ ალ-ჯულანი, ხოლო დანარჩენ 2/3-ს პარლამენტისას ირჩევს ის კომისია, სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელიც წევრებსაც ასევე მუჰამედ ალ-ჯულანი აირჩევს. ასევე პრეზიდენტი აირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და პრეზიდენტს ექნება, ასე ვთქვათ, ექსკლუზიური უფლება გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, საომარი მდგომარეობა და სხვადასხვა ვთქვათ, ძალაუფლებრივი ინსტრუმენტები გადადის მის ხელში. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის მონარქიული საპრეზიდენტო რესპუბლიკა, სადაც არ არსებობს ეგრეთ წოდებულ check and balance, ანუ ძალაუფლების შტოებს შორის ბალანსის პრიმატი. ამ გარდამავალი კონსტიტუციით სახელმწიფო სამართალს განსაზღვრავს ისლამური კანონი, იგივე შარიათი, თუმცა რჩება გარკვეულწილად სიტყვის, გამოხატვის და რელიგიის თავისუფლებები, თუმცა ამ რელიგიის თავისუფლებაში არის ჩადებული ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, სადაც კონსტიტუცია აღიარებს მხოლოდ ღვთიურ რელიგიებს, ხოლო ისლამში ღვთიურ რელიგიებად არ მიიჩნევა ისლამური სექტები, იგივე ალავიტური სექტა და იგივე დრუზების სექტა. ანუ კონსტიტუცია გარკვეულწილად ზედაპირულად მრავალფეროვნებას აღიარებს, თუმცა რეალურად მაინც ახდენს, ასე ვთქვათ, გარიყვას სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების ქვეყნის სირიული საზოგადოებიდან.